საწყალი ბოდვით შეპყრობილი პუტინი. 2026 წელი რუსეთისთვის დიდი წელი უნდა ყოფილიყო. ეს იყო ის წელი. დონეცკი დაეცემოდა და რუსეთი დეთი დონბასს დაიკავებდა. უკრაინა სამხრეთში დაინგრეოდა. ყველა კოზირი პუტინის ხელში იქნებოდა და კიდევ რამდენიმე, რომელიც მან სახელოში ჰქონდა დამალული. ასეთი იყო ნარატივი. მაგრამ უკრაინამ გაარღვია ის ისტორიები, რომელსაც რუსეთის ლიდერი საკუთარ თავს და მსოფლიოს უყვებოდა. რაც ჩვენ რეალურად ვიხილეთ 2026 წელს არის ის, რომ უკრაინამ ერთი გასაოცარი გამარჯვება მეორის შემდეგ მოიპოვა. და ახლა კიდევ ერთი გამარჯვებაა. რუსეთის ფრონტის ხაზი მთლიანად დაინგრა, რადგან უკრაინამ 25 კილომეტრის სიღრმეზე გარღვევა შექმნა, რის შედეგადაც 120 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიბრუნა. რუსეთი შოქშია, საზაფხულო შეტევა მარცხს განიცდის და ჩვენ მივახციეთ გადამწყვეტ მომენტს რუსი ლიდერისთვის, რომელსაც არ აქვს წარმოდგენა რა გააკეთოს შემდეგ. ოლექსანდრიუკა არის პუტინის დიდი მარცხის ადგილი. ომის შესწავლის ინსტიტუტმა 13 ივლისის რუსული შეტევის კამპანიის შეფასებაში გამოავლინა, რომ უკრაინულმა ძალებმა განაცხადეს 6 დასახლების და 120 კვადრატული კილომეტრის გათავისუფლების შესახებ ომის ამ კონკრეტულ მიმართულებაზე. ASW აღნიშნავს, რომ გათავისუფლება მოხდა დაუზუსტებელი დროის განმავლობაში, მაგრამ ეს იყო უკრაინის კონტრშეტევითი მანევრების სერიის ნაწილი, რომელიც განხორციელდა საშუალო რადიუსის დამთხმელი დრონების მხარდაჭერით, რომლებიც ანადგურებენ რუსეთის ზურგს. ეს დრონები აზიანებენ ლოგისტიკას და სუსტ წერტილებს ქმნიან ფრონტის ხაზზე. შემდეგ უკრაინის საიერიშო ჯარები შტურმით უტევენ თავს ესხმიან იზოლირებულ რუს ჯარისკაცთა ჯგუფებს და უკან აკენებენ მათ საიდანაც მოვიდნენ. ამ შემთხვევაში, საიდანაც ისინი მოვიდნენ, 25 კილომეტრითაა დაშორებული იმ ადგილს, საიდანაც დაიწყეს და ეს დიდი ტერიტორია ხელახლა შესაჭრელად, როცა შენი არმია იმოძრავებს ლოკოკინას სიჩქარით, რომელსაც ახლახან მარილი დააკარეს. იმ დასახლებებს შორის, რომლებიც უკრაინამ ამ მასშტაბური შეტევისას გაათავისუფლა, არიან ვორონა, ტანოვა, მალივკა, ჟიჟნევა, ზაპორიჟია და ნოვოგოროხივკა. ყველა მდებარეობს ალექსანდროვკის სამხრეთ-აღმოსავლეთით, როგორც აღნიშნავს ASW. ის ასევე ამატებს, რომ აქ რაც ვიხილეთ არის კამპანიის გაგრძელება, რომელიც 2026 წლის ზამთრის თვეებში დაიწყო. იმ დროს უკრაინა წინ მიიწევდა ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის რეგიონებში, რის შედეგადაც გათავისუფლდა 480 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია. ამ დამატებითი 120 კვადრატული კილომეტრის დამატებით, წლევანდელი საერთო მაჩვენებელი 600 კვადრატულ კილომეტრს აღწევს და ეს ციფრი უკვე თავისთავად აჯამებს, როგორი იყო რუსეთისთვის 2026 წელი. მაგრამ ამაზე მოგვიანებით დაუბრუნდებით. ალექსანდროვკასთან დაკავშირებით კი გვაქვს მეტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მოახერხა უკრაინამ ეს გამორჩეული წინსვლა. ჩვენ უკვე გითხარით ძირითადი ინფორმაცია, დრონები უკანა ხაზზე და შეტევითი ჯგუფები ადგილზე. მაგრამ საქმე ამით არ ამოიწურება. უკრაინამ ერთდროულად რამდენიმე ათეული შეტევითი ჯგუფი გამოუშვა ველიკო მიხაილიუკის მიმართულებიდან რუსეთის ალექსანდროვკას ძალების წინააღმდეგ, როგორც არმიის მედია X-ანგარიშზე იუწყება. ამ შეტევით ჯგუფებს უწყვეტი საჰაერო მხარდაჭერა ჰქონდათ, სავარაუდოდ FPV დრონების გამოყენებით. და მათ სისტემატურად გაწმინდეს ის ტერიტორია, რომელიც უკრაინამ გაათავისუფლა, გაანადგურეს ადგილზე მყოფი ქვეითი ძალები და რუსი დრონების ოპერატორები, რომლებიც სხვაგვარად შეეცდებოდნენ უკრაინული შეტევითი ჯგუფების შეჩერებას. ამ უკიდურესად კარგად კოორდინირებული შეტევის ბოლოს რუსული 120 საზღვაო ქვეითთა დივიზია, რომელიც უკრაინის მიერ გათავისუფლებულ სოფლებში მთავარი დამცველი ძალა იყო, კრიტიკულ დანაკარგებს განიცდიდა. თუმცა შესაძლოა სრულად არ განადგურებულა, ეს დივიზია პრაქტიკულად უსარგებლო გახდა და იძულებული იყო დაეხია. საშუალო რადიუსის დარტყმის დრონებმაც, რომლებზეც ვახსენეთ, თავიანთი როლი სრულყოფილად შეასრულეს. ისინი მიზანში იღებდნენ თემერიუკას, რომელიც სოფელია და რუსეთმა იგი ოკუპირებულ სამხრეთში მთავარ ლოგისტიკურ ცენტრად გადააქცია. ძლიერად დაარტყეს და უკრაინის საცეცხლე კონტროლის ქვეშ მოაქციეს, რის შედეგადაც ეს ცენტრი თამაშიდან ამოიღეს. და ვითარების კიდევ უფრო გასამწვავებლად, უკრაინამ ასევე გაანადგურა პერსონალის შეკრების პუნქტი, რომელსაც ამ სოფელში რუსეთის 656 მოტომსროლელი პოლკი ირენებდა. ამ სამუშაოს დიდი ნაწილი, როგორც ჩანს, უკრაინის 425 ცალკე შეტევითმა პოლკმა შეასრულა, რომელსაც ხშირად სკალაიას უწოდებენ. შედეგი მარტივია. 6 დასახლებული პუნქტი დაბრუნებულია, 120 კვადრატული კილომეტრი გრი გათავისუფლებულია და ფრონტის ხაზის მნიშვნელოვან უბანში 25 კილომეტრის სიღრმის ხვრელია გაჩენილი. მაგრამ ამ ამბავს საინტერესო მოულოდნელობა აქვს. ASW-ს მიხედვით, 425 პოლკმა საინტერესო რამ გააკეთა. მთელი ეს ინფორმაცია მოდის იმ პოლკის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებიდან. თუმცა მას შემდეგ ეს განცხადება გაქრა და პოლკს არ მიუწია ოფიციალური განმარტება, თუ რატომ მოხდა ეს. მას საიდუმლოა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლკმა თავისი წინსვლის შესახებ ხალბი განცხადებები გააკეთოს. ეს უფრო შეესაბამება რუსეთის პროპაგანდისტულ ხრიკებს. შესაძლოა უკრაინის უმაღლესი სარდლობისგან მოვიდა ბრძანება, რომ 425 ცალკი შეკეული შეტევითი პოლკის მიერ შექმნილი 25 კილომეტრიანი ხვრელი ჩუმად დაეტოვებინათ. შეიძლება კიდევ რაღაც სხვა იყოს დაგეგმილი დამატებით, მალე გავიგებთ. თუმცა ინფორმაცია უკვე გავრცელდა და მას რამდენიმე წყარო ავრცელებს.
პანდორას 5 უკვე გახსნილია. და პუტინისთვის ეს ამბავი მხოლოდ ადასტურებს იმას, რაც მას უკვე იცოდა, მას შემდეგ რაც უკრაინამ ომის პირველ თვეებში რუსების უკუგდება დაიწყო. 2026 წელი რუსეთისთვის გეგმების მიხედვით არ მიმდინარეობს და ეს რბილად რომ ვთქვათ. რეალურად 2026 წელი რუსეთისთვის კატასტროფული გამოვლენა გახდა მისი საბრძოლო სისუსტისა და სტრატეგიული მარცხების, რომლებიც გადაიქცა წინსვლის შესახებ ხალბი ცნობებისა და საერთაშორისო საზოგადოების დარწმუნების სასოწარკვეთილი მცდელობების არეულობად. თითქოს რუსეთი აიღებს ტერიტორიებს, სადაც ან თვეებია ჩიხშია, ან კიდევ აქტიურად უკანიხებს. ეს უბრალოდ კიდევ ერთი კატასტროფაა, რომელიც ემატება 2026 წლის წარუმატებლობების ცეცხლოვან გროვას, რადგან რუსეთი ერთი მარცხიდან მეორეზე გადადის. რაც შეიძლება ვხედავდეთ უკრაინის უკან გამოთხოვილი ანგარიშიდან, არის უფრო პირდაპირი დადასტურება გათავისუფლებული ტერიტორიისა და იმ ადგილის, სადაც ეს მოხდა. ეს მხარს უჭერს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარ სარდლის ოლექსანდრ სირსკის 12 ივნისის განცხადებას, რომ იმ დროისთვის გაათვის უკრაინამ გაათავისუფლა 600 კვადრატული კილომეტრი. ციფრები ნამდვილად ემთხვევა, როგორც უკვე აღვნიშნეთ. 120 კვადრატული კილომეტრი ალექსანდროვკაში ემატება 480 კვადრატულ კილომეტრს დნიპროპეტროვსკსა და ზაპოროჟიაში და მთლიანობაში გამოდის ზუსტად 600. პუტინი ამ რიცხვზე იდარდებს, მაგრამ მას გაცილებით მეტად დააფიქრებს ის, რომ გაზაფხულისა და ზაფხულის შეტევამ, რომელიც უკრაინის დამარცხებას უნდა გამოეწვია, კრემლს სინამდვილეში რა მოუტანა. ეს კარგი არ არის. მარტიდან მოყოლებული, როცა ეს შეტევა სერიოზულად დაიწყო, იყო პერიოდები, როდესაც რუსეთი თით გაჩერებული იყო და გასაოცარი რომ იყო პერიოდები, როცა უკრაინამ უფრო მეტი ტერიტორია გაათავისუფლა, ვიდრე რუსეთმა შეძლო დაეკავებინა. ASW-ს აქვს ეს მონაცემები, რომლებიც დაფუძნებულია იმ ტერიტორიაზე, რომლის დაკავებაც რუსეთს ნამდვილად დაუდასტურდა. და არა იმ ტერიტორიაზე, სადაც რუსეთმა უბრალოდ რამდენიმე დივერსანტი შეიყვანა და გამარჯვება დაიწერა, რომელიც რეალურად არ მიუღწევია. მარტში რუსეთმა მხოლოდ 23.04 კვადრატული კილომეტრით შეძლო წინსვლა. რუსეთის მსგავსი ზომისა და თითქოს ძალის მქონე დამხრობელი არმეისთვის ეს აბსოლუტურად საცოდავი მაჩვენებელია. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კრემლი ასე ხმამაღლა საუბრობდა დონეცკის გარდაუვალ დაცემაზე. მაგრამ ეს საცოდაობა კიდევ უფრო დამამცირებლად იქცა მომდევნო 2 თვეში, რადგან აპრილში და მაისში უკრაინამ უფრო მეტი ტერიტორია გაათავისუფლა, ვიდრე რუსეთმა შეძლო დაეკავებინა. აპრილში რუსეთი აღმოჩნდა მინუსში 116.01 კვადრატული კილომეტრის ოდენობით, ითხოვინება ASW. მაისი კიდევ უფრო უარესი იყო. რუსეთმა განიცადა ტერიტორიული დანაკარგი, რომელიც წინა თვეზე 2-ჯერ მეტიც იყო და თვე დაასრულა კიდეას 91.1 კვადრატული კილომეტრით ნაკულობით. ივნისში მცირე კორექცია მოხდა, რადგან რუსეთმა მოახერხა 30.02 კვადრატული კილომეტრის დაკავება, ასე რომ ალბათ უნდა მიულოცოთ. რუსეთმა მოახერხა ისევ სასაცილო მდგომარეობაში დაბრუნება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ხედავთ, რომ ივნისში მოპოვებული ტერიტორია 10-ჯერ ნაკლებია, ვიდრე იანვარში მიღწეული. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის შეტევა, რომელიც ყველაფერს უნდა დაესრულებინა, ახლა სრული ძალით მიმდინარეობს. ყველაფრის ჯამში ეს ნიშნავს, რომ უკრაინამ ფაქტობრივად შეძლო რუსული არმიის შეჩერება. ის 600 კვადრატული კილომეტრი, რომელიც უკრაინამ გაათავისუფლა, დიდ როლს თამაშობს იმაში, რომ რუსეთი ისეთ მდგომარეობაში აღმონდა, სადაც მთელი 2026 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში მიღწეული ტერიტორია მხოლოდ 97.22 მიასედი კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. და ეს უნდა იყოს ის ზაფხულის კამპანია, რომელმაც დონეცკი უნდა დაასუსტოს, სადაც რუსეთს ჯერ კიდევ 5000-ზე მეტი კვადრატული კილომეტრის აღება აქვს დარჩენილი. რუსეთისთვის 2026 წელი კატასტროფული იყო და არა მხოლოდ ალექსანდროვკაში დაკარგული 120 კვადრატული კილომეტრისა და იმ მონაცემების გამო, რასაც ASW აწვდის. კიდევ ბევრია სათქმელი, რაც აჩვენებს, რამდენად ცუდად წარიმართა ეს წელი რუსეთისთვის. მაგრამ სანამ უფრო ღრმად შევალთ თემაში, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ The Military Shows. თუ არხიდან ინფორმაციას იღებთ, გამოიწერეთ დღესვე. ჩვენ ყოველ დღე ვაქვეყნებთ ასეთ ვიდეოებს, რომლებიც აჩვენებს უკრაინის ომის რეალობას, რაც პუტინს არ სურს რომ ნახოთ. დავრჩეთ ცოტა ხანს დონეცკში. გახსოვდეთ, ეს ის რეგიონია, რომელიც გაზაფხულისა და ზაფხულის შეტევას უნდა დაეცეს. შეიძლება გეგონოთ, რომ უკრაინის წინსვლა სხვა მიმართულებებით ნიშნავს, რომ რუსეთს შეიძლება ჰქონდეს შანსი წლის ბოლომდე დონეცკში თავისი მიზნების მიღწევაზე. ასე არ იქნება, ახლოსაც კი არა. როგორც ალ-ჯაზირა აღნიშნავს, პუტინი იძულებული გახდა დონეცკის აღებისთვის ახალი ვადა დაესახა. მან ეს უკვე გააკეთა ადრე, კიდევ 14-ჯერ. მაგრამ ახალი ვადა თითქოს საბოლოოა. დონეცკი დეკემბრის ბოლოს უნდა დაეცეს. ეს არ მოხდება თუ რაიმე სასწაული არ მოხდება რუსეთის არმიის სასარგებლოდ. არსებული წინსვლის ტემპით, როგორც წყარო იუწყება, რუსეთს დონეცკის საბოლოოდ დასაკავებლად 5150 დღე დასჭირდება. ეს დაახლოებით 14 წელია პლუს-მინუს. ასე რომ 31 დეკემბერი გამორიცხულია, თუ პუტინს არ ქონდა მხედველობაში 2040 წელი თავის ბოლო ვადაში. უკრაინის მიერ რუსეთის ფრონტის ხაზებში ხვრელების გაჭრა არაფერს დააჩქარებს, თუნდაც ეს ხვრელები ასობით კილომეტრით იყოს დაშორებული დონეცკიდან. არც რუსეთის მდგომარეობა შავ ზღვაში დააჩქარებს რამეს. ადვილია მიწაზე კონცენტრირება, როცა ვსაუბრობთ ოკუპირებულ ან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე, მაგრამ წყალი ხშირად ისეთივე მნიშვნელოვანია და შავი ზღვა რუსეთის გეგმების დიდი ნაწილი უნდა ყოფილიყო.
ბარიერი უკრაინასა და კირიმს შორის, ასევე წყლის გზა, რომლის მეშვეობითაც რუსეთს შეეძლო ჯარებისა და ტექნიკის გადაყვანა და უკრაინაზე შეტევების განხორციელება, შავი ზღვა რუსული სამხედრო გემებისთვის ჯოჯოხეთად იქცა. ყველა ვინც გაბედავს ზღვაში შესვლას, უკრაინული დრონებისა და რაკეტების საფრთხის წინხის წინაშე დგება, რომლებიც მათ აფეთქებით მიესალმებიან. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმაც კი განაცხადა, რომ რუსეთმა შავი ზღვა უგლისის უკვე ივლისის დასაწყისში დაკარგა. რთულია, მას არ დაეთანხმა. უკრაინას შეიძლება არ ყავდეს სამხედრო გემები, რომლებიც ზღვას სხვას პატრულირებენ ან ბლოკავენ, მაგრამ მისი საჰაერო და საზღვაო დრონები ამ საქმეს არანაკლებ კარგად ასრულებენ. რუსეთმა პრაქტიკულად გაიყვანა თავისი სამხედრო გემები. და ახლა როცა უკრაინა აზოვის ზღვაზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც ყოველდღიურად ათობით რუსული ჩრდილოვანი ფლოტის გემი იწვის, პუტინი შეიძლება მალე აღმოჩნდეს იმ პერსპექტივის წინაშე, რომ ორივე ზღვა, რომელიც რუსეთს უნდა აკონტროლებდეს, დაკარგული ექნება. ეს ცუდი ამბავია ოკუპირებული ყირიმისთვის. თუ რუსეთი ვერ აკონტროლებს წყლებს, რომლებიც ამ ნახევარკუნძულს აკრავს, ეს ნიშნავს, რომ მას თითქმის არაფერი შეუძლია ამ ნახევარკუნძულზე მიმართული უკრაინული დარტყმების წინააღმდეგ. თუ ფიქრობთ, რომ 120 კვადრატული კილომეტრის გათავისუფლება და 25 კილომეტრიანი ხმახრელი ალექსანდროვკაში შთამბეჭდავია, ეს არაფერია იმ ზიანთან შედარებით, რაც მიადგება პუტინის შეჭრას და მის სტატუსს, როგორც რუსეთის პრეზიდენტს. თუ უკრაინის სტრატეგია ყირიმის იზოლირების შესახებ წარმატებული იქნება, ყირიმის შემთხვევაში ოკუპანტები ნახევარკუნძულს დატოვებენ. სადაც ახლა რუსეთი აღმოჩნდა, ეს ტრაგიკულად სამართლიანოა. სამდღიანი ომის უკვე მეხუთე წელსია. როცა რუსეთი შეიჭრა, უკრაინა თითქოს უნდა დაშლილიყო. პუტინს მართლა სჯეროდა, რომ რუსეთის ტანკები და ჯავშან ტექნიკა კიევში შევიდოდა და უკრაინას დანებებას აიძულებდა თითქმის მსხვერპლის გარეშე. ეს იყო 2022 წლის თებერვალში და მას შემდეგ რუსეთს რამდენჯერმე მოუწია თავისი მიზნების გადახედვა უკრაინაში. ახლა მათთვის საკმარისია დონბასის დაცემა. პუტინი მაშინ გამოაცხადებდა გამარჯვებას. მაგრამ ყველა ეს ვადა და დონეცკისთვის საჭირო 14 წელი, იმასაც კი ნაკლებად სავარაუდოს ხდის, რომ ეს მაინც გამარჯვებად გამოჩნდეს. და რა თქმა უნდა, რუსეთი სხვაგანაც კარგავს პოზიციებს. რამდენიმე წუთის წინ შევეხეთ მსხვერპლს. მიუხედავად იმისა, რომ 2026 წელი ტერიტორიული თვალსაზრისით კატასტროფული იყო, რეალური ზიანი პუტინის მიერ ფრონტზე გაგზავნილმა ჯარისკაცებმა მიიღეს. ყოველ თვე დანაკარგების რაოდენობა თითქოს უფრო და უფრო იზრდება. რუსეთმა იანვრიდან მაისის ჩათვლით ყოველ თვეში 30,000-დან 34,000-მდე ჯარისკაცი დაკარგა. ივნისში საერთო დანაკარგებმა 1,4 მილიონს გადააჭარბა, რაც ასევე რეკორდული თვე იყო. რუსეთმა 39,460 დანაკარგი განიცადა, ანუ ყოველ კვადრატულ კილომეტრზე, რომელიც თვეში დაიკავა, 1298 დანაკარგი მოდიოდა. ეს არა მხოლოდ არამდგრადია, არამედ სრულიად აბსურდულია. ახლა რუსეთი თითოეულ კვადრატულ კილომეტრზე 19ჯერ მეტ დანაკარგს განიცდის, ვიდრე 2025 წლის ივნისში. ამ ყველაფრის მდგრადობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა რუსეთისთვის. 14 ივლისის ანგარიშში ISW აღნიშნა, რომ 2026 წლის ივლისის დასაწყისისთვის რუსეთმა მოახერხა 195,000 კონტრაქტიანი ჯარისკაცის აყვანა. ეს ბევრია და მართლაც ასეა, მაგრამ ეს იმდენი არ არის, რამდენიც რუსეთს სურს. ამ დროისთვის ეს რიცხვი 204,500 უნდა იყოს. თუ გავითვალისწინებთ, რომ 2026 წლის ბოლოსთვის საერთო ჯამში 409,000 ახალწვეული უნდა ჰყავდეს. და ეს მიზანი დადგინდა მანამდე, სანამ ნათელი გახდებოდა, თუ რამდენად ძლიერად გადაუარებდა უკრაინა რუსულ არმიას წელს. რუსეთი ახლა საშუალოდ დღეში 1090 ჯარისკაცს ირიცხავს, იმ დროს როცა მისი ყოველდღიური დანაკარგები ამ რიცხვს რამდენიმე ასეულით აჭარბებს. კატასტროფული. ეს ერთადერთი სიტყვა, რომელიც ნამდვილად აღწერს, როგორ მიდის რუსეთისთვის 2026 წელი აქამდე. მაგრამ დაუბრუნდეთ უკრაინის მიერ ტერიტორიის გათავისუფლებას ალექსანდროვკაში და სხვა ადგილებში. თავარი კითხვა, რომელიც ამას მოსდევს, არის, რა იქნება შემდეგ და ზოგიერთს შეიძლება გონია, რომ ის, რაც უკრაინამ გააკეთა, საფუძველს უკრის ბევრად უფრო მასშტაბურ კონტრშეტევას მომდევნო თვეებში. ეს შესაძლებელია, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა. ის, რასაც ალექსანდროვკაში ვხედავთ, სინამდვილეში ისა არის შესახებაც სირსკიმ იანვარში გააფრთხილა. ჩვენ ჩავატარებთ სტრატეგიულ თავდაცვით ოპერაციას, მაგრამ გვესმის, რომ გამარჯვებას მხოლოდ თავდაცვით ვერ მივახცევთ. ამიტომ ოპერატიული ინიციატივის შესანარჩუნებლად შეტევით ოპერაციებს ჩავატარებთ, განაცხადა სირსკიმ, როცა უკრაინის წლიურ გეგმებზე საუბრობდა. ეს იყო ბუნდოვანი კომენტარი, რომელიც უმეტესობისთვის თესობისთვის შეუმჩნევლად დარჩა, მაგრამ რაც 2026 წელს აქამდე ვიხილეთ, სწორედ ამ მიდგომის იდეალურად განხორციელება. როდესაც უკრაინამ რუსულ ფრონტზე სისუსტეები იპოვა ან შექმნა, მან ძლიერად დაარტყა. ეს სწორედ ალექსანდროვკაში მოხდა. საშუალო მანძილის დარტყმის დრონებმა გარღვევები შექმნეს, ხოლო ოსტატურად კოორდინირებულმა შეტევებმა უკრაინას საშუალება მისცა ეს ხვრელები შეევსო და გაიმაგრებინა პოზიციები. ეს სტრატეგია კარგად მუშაობს, მაგრამ არა იმდენად კარგად, რომ მთლიანად დაასუსტოს ფრონტის ხაზი, რომელიც დაახლოებით 1200 კილომეტრზეა გადაჭიმული. თუ უკრაინა უფრო მასშტაბურ კონტრშეტევას არ ამზადებს, მაშინ რატომ არის ალექსანდროვკა ასეთი მნიშვნელოვანი? პასუხი იმაშია, თუ როგორ აპირებდა პუტინი ამ ტერიტორიის გამოყენებას, ისევე როგორც დანარჩენი ტერიტორიებისა, რომლებიც რუსეთმა ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკში დაკარგა.
რუსეთის გეგმა იყო ამ მიწების გამოყენება როგორც ბუფერული ზონა, რომელიც უკრაინას შეუშლიდა ხელს ჯარისა და მარაგების დონეცკში გაგზავნაში. მაგრამ ეს ბუფერი გატეხილია და შედეგია ყველაფერი, რაც აღნიშნეთ რუსეთის გაზაფხულისა და ზაფხულის შეტევის სრული მარცხის შესახის. რუსეთის უზარმაზარი დანაკარგები და წინსვლის უმნიშვნელო ტემპი, რომელიც იმდენად ძნელია, რომ რუსეთს დონეცკის დასაკავებლად 10 წელზე მეტი დასჭირდება, ყველაფერი უკავშირდება იმას, რომ უკრაინამ ფრონტის ხაზში უფრო სამხრეთით ძალიან ზუსტი გარღვევები მოახდინა. შეგიძლიათ მიხვდეთ, რომ ის, რასაც უკრაინა აკეთებს, მუშაობს, რადგან რუსეთის პროპაგანდისტები სრული ძალით მოქმედებენ. 14 ივლისს დაახლოებით იმ დროს, როცა ალექსანდროვკას გარღვევის შესახებ გახდა ცნობილი, რუსეთის საინფორმაციო სააგენტო TASS-მა გამოაქვეყნა თვითმარქვია სამხედრო ექსპერტის ანდრეი მოროსკოს კომენტარები. კონსტანტინოვკაში, რომელიც დონეცკში მდებარეობს, უკრაინის ძალისხმევის განხილვისას ტერიტორიის გასათავისუფლებლად, მოროსკომ განაცხადა. შედეგად საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზა აქ ძალიან დიდი ხანია გრძელდება, ხოლო უკრაინის სარდლობის ყველა მცდელობა უშედეგო და წარუმატებელი აღმოჩნდა. გარდა ამისა, უკრაინის სარდლობა კვლავაც გაუმართლებელ დანაკარგებს განიცდის. არიჩენს ზრუნვას საკუთარ პერსონალზე და ფაქტობრივად ცეცხლის ხაზში აგდებს მათ. ჩვენ თითქმის არ ვიცით, როგორ უპასუხოთ ამას. შეცვალეთ სიტყვა უკრაინული სიტყვით რუსული ამ ციტატაში და შეიძლება მიიღოთ ზუსტი აღწერა იმისა, რასაც რუსეთი 4 წელზე მეტი აკეთებს. მოროსკო ასევე თამამად აცხადებს, რომ უკრაინას არ ექნება არანაირი წარმატება, თუ კონსტანტინოვკაში კონტრშეტევას ცდის. უკრაინამ დაამტკიცა, რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს მისი კონტრშეტევები. თუ უკუგდება იწყება, ეს ნიშნავს, რომ უკრაინამ ნახა სუსტი წერტილი და რუსეთი დაუცველია. უკრაინის მასშტაბური გამარჯვება ალექსანდროვკაში აჩვენებს იმას, რაც უკვე ყველა მიცის, ვინც რუსეთის მარცხებს აკვირდება. სიმართლის მომენტი პუტინისთვის დადგა. შეიძლება ჯერ კიდევ არ იცის ეს. შეიძლება იმდენად განზრახუგულებელ ყოფს ამ ფაქტს, რომ უბრალოდ თავს მოაჩვენებს, თითქოს ეს მომენტი დადგა. მაგრამ ეს არაფერს ცვლის იმ ფაქტში, რომ უკრაინაში მთლიანად შეიცვალა დინამიკა. სტრატეგიულად რუსეთი უკვე გადაცდა იმ წერტილს, საიდანაც დაბრუნება შეუძლებელია. ნიშნავს თუ არა რამდენიმე ასეული კვადრატული კილომეტრის დაკარგვა იმას, რომ რუსეთი დაინგრა, არა. მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ უკრაინამ იპოვა გამოფიტვის ფორმულა, რომელიც ყოველდღე უფრო და უფრო მეტ ზიანს მიაყენებს რუსეთს ბრძოლაში. ხრიკი, რომელსაც რუსები იყენებენ შეტევაზე გადასვლისას. ისინი ანადგურებენ ფრონტის სუსტ პოზიციებზე მყოფებს, იმეორებენ ამ პროცესს და აძლევენ რუსეთს საშუალებას, რომ თავადვე გამოიფიტოს. ახლა პუტინს ხელში აქვს უკრაინის ვერსია, რომელიც უფრო ძლიერია ვიდრე ოდესმე ყოფილა და მას მეტი მხარდაჭერა აქვს ნატოს ევროპელი წევრებისგან, მიუხედავად პუტინის მცდელობისა, რომ გაეყო ისინი. ნატო თვითონ მათ შორის აშშ-შიც ახლა ერთიანად ჩანს პუტინის წინააღმდეგ და ფრონტზე დანაკარგების გარდა თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ადგილი რუსეთის შიგნით მოწყვლადია უკრაინის სიღრმისეულ დარტყმებზე. ეს არის ის, რასაც გულისხმობთ დინამიკის ცვლილებაში. ალექსანდროვკა, როგორც არ უნდა იყოს შთამბეჭდავი, პუტინისთვის ბევრად უფრო დიდი პრობლემის მიკროკოსმოსს წარმოადგენს. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ დასრულდება ომი. პუტინმა უკვე წააგო. ახლა გამარჯვებად მხოლოდ უკრაინის სრული კაპიტულაცია ჩაითვლება. და ისიც კი იქნებოდა პიროსის გამარჯვება, რომელმაც რუსეთი გამოაჩინა როგორც პატარა მოთამაშე, მაშინ როცა ადრე ტიტანად მიიჩნეოდა. პუტინს იმისთვის, რომ ეს შთაბეჭდილება შეენარჩუნებინა რუსეთზე, არაფრის გაკეთება სჭირდებოდა. მაგრამ მან შეიჭრა და უკრაინამ მას ამისთვის საფასური გადაახტევინა. ეს ყველაზე აშკარად შავ ზღვაში ჩანს. უკვე გიამბეთ ზელენსკის კომენტარებზე. როგორ ფიქრობთ, ცოტა უფრო ღრმად ჩაუღრმავდეთ. ჩვენ გვაქვს ვიდეო, რომელიც დეტალურად გიამბობთ, როგორ დაკარგა რუსეთმა შავი ზღვა, რას ნიშნავს ეს დანაკარგი და როგორ ცვლის ეს როგორც ღირიმისთვის ბრძოლას, ასევე მთლიანად უკრაინას. შემდეგ ნახეთ ეს ვიდეო და არ დაგავითვდეთ, გამოიწეროთ The Military Show, თუ გსურთ იხილოთ ჩვენი ანალიზი უკრაინიდან წამოსულ უახლეს ამბებზე. მადლობა ყურებისთვის.